უღრმესი მადლობა მეც გამარჯობა მოგესალმებათ ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. რა თქმა უნდა, ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას, კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძე მოვიკითხავთ აქედან მთელი გუნდის სახელით და მასთან ერთად აქციაზე დაკავებული ადამიანები. სოლიდარობას უცხადებთ ონისეს, მის ოჯახს და რეჟიმის ყველა პატიმარს, მალე გათავისუფლებას ვუსურვებ მათ. მინდა დავიწყო დაკავების მორიგი ფაქტით ძვირფასო ტელემაყურებლებო თეატ ლუკიანის საგამოძიებო კომისიის გამოკითხვაზე არ გამოცხადების გამო ასევე დააკავეს ირაკლი ოქრუაშვილი. ანუ ქართული ოცნების კომისიამ, რომლის წევრიც არის სოზარ სუბარი, რომელიც იყო ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი და რომლებიც ერთად იბრძოდნენ წინა მთავრობის ნაციონალების წინააღმდეგ, ქართულმა ოცნებამ დააკავა ირაკლი ოქრუაშვილი წინა მთავრობის, ანუ ნაციონალების საქმიანობის შესწავლის ფარგლებში. მოკლედ, ვისი პარტიის კომისია ვის საქმეშია, ვერ გაიგებ. ერთი უცნაური ფაქტი მინდა აღვნიშნო. ირაკლი ოქრუაშვილი ერთხელ ყავდა გადაცემაში სტუმრად და სტუდიიდან როგორც კი გავიდა, დაიჭირეს. ერთხელ მოვიწვია და ბრალი წაუყენეს. მართლა, არ ვიტყუები, ეს ხდება და მომდევნო კვირას, წინა კვირას ვისაუბრეთ ბატონ ირაკლისთან, ამასაც პირდაპირ გეუბნებით, ვისაუბრეთ ბატონ ირაკლისთან და მომდევნო კვირაში ვაპირებდი სტუმრად მოწვევას. და დაიჭირეს ხალხო, მე ეგეთი არაფერი გამიგია. ხო და ახლა რას ვფიქრობ, იცი? ვინ მოვიწვია სტუმრად? ღარიბაშვილს ხომ არ დაურეკო? რას ვფიქრობ? ღარიბაშვილს ან რიჟვაძეს ხომ არ დაურეკო? რა ვიცი, ვისაც დაურეკე, ყველას იჭერენ და ხო არ ამას ხო არ დაურეკო? ან ცოტა ხანში კალაძეს ხომ არ დაურეკო ცოტა ხანში? ალბათ მოვა დროც, როცა ბატონ ბიძინასაც დაურეკავ. ალბათ მე ვფიქრობ, რომ ეს დროც მალე შეიძლება დადგეს. არ ვიცი, ნახოთ როგორ წავა მდგომარეობა. მოკლედ, ვინც გირაოს არ გადაიხდის, ყველას დაიჭერენ. მთელი ოპოზიცია მალე ციხეში იქნება, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ერთი უნდა დაიმახსოვროს, სულ რომ პოლიტიკური ელიტა დახვრიტოთ ან გადაასახლოთ საქართველო, ბელარუსია არ გახდება არასოდეს. პოლიტიკური ლიდერების მერე მოსდგებიან აქტივისტებს, მერე მეცნიერებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, ხო და სანამ ყველას დაგვიჭერენ, ერთი სათხოვარი მაქვს ამ ეგრეთ წოდებულ მთავრობასთან. იქნებ მიშას პლაკატის გამო ერთმანეთის დახოცვა მოვასწროთ რამენაირად. თორე მე ფიზიკურად ვეღარ მოვიცილ და ეს რო გვაცადოთ და მე არ არის პრობლემა, იმიტომ ეხლა დაგვიჭერენ რანაირად დავხოცოთ ერთმანეთი, ხო და ცოტა მოგვეცით დრო და საშუალება ამის. მოდი გადავიდეთ ცენტრალურ თემაზე. რამდენიმე დღის წინ საქართველოს არალეგიტიმურ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლის ადრესატიც არის დონალდ ტრამპი. წერილი საკმაოდ დიდია და საკმაოდ გაუგებარი. და იწყება სიტყვებით: ბევრჯერ მოგწერეთ და პასუხი არ გამეცითო. ესე იწყება წერილი. კობახიძე ეუბნება ტრამპს. წერილზე წერ და მოკლედ ტრამპს კობახიძის წერილები გიორგი ვაშაძის SMS-ებით მისდიოდა. ხო იცით, სტრატეგია აღმაშენებელი გვიგზავნიდა ხოლმე შეუწყვეტლად მესიჯებს. ისე მისდიოდა თურმე ტრამპს კობახიძის წერილები. მე ვურჩევდი პრემიერს, რომ სტრატეგია შეცვალოს. კიდევ რამდენჯერმე მისწერე ირაკლი, თუნდაც მთელი კვირა მისწერე. ყურადღებას შეაჩვიე და მე უცებ ორი კვირა არ მიწერო. არ მისწერო ორი კვირა. დამიჯერე თუ უყვარ ხარ, აუცილებლად გიპასუხებს. გააწვალე, ცოტა გააწვალე, მიხვდი, ასე უყვართ კაცებს. ასე უყვართ, აწვალე ცოტა. ნუ აი იფიქროს, რომ სად გაქრა ეს კაცი და ნუ აი აფორი აქდეს. ისე ტრამპიც როგორი კაცია რა.
აი არ კითხულობ, გასაგებია, მაგრამ დასინე მაინც შეკაი ადამიანო ეს წერილი. დასინე. აი რო დასინონ, ეგეც რამხელა იმედის მომცემი ამბავია, იქნება ქართული ოცნებისთვის. იქეთ იმედი გააშუქებს ტრამპმა წერილი დასინა, რაც იმის უტყუარი მტკიცებულება რომ საქართველოს კლავაც უცვლელი დასაყრდენად რჩება კავკასიის რეგიონში და მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ განიხილება. წარმოიდგინეთ, ერთი დასინვით. აი ამ ყველაფერს მივიღებით ახლა. ამომრჩევლისთვის პროპაგანდა ესე იმუშავებდა. კობახიძის წერილს და ოცნების წევრების განცხადებებს თუ წაიკითხავთ, მიხვდებით რომ ქვეყანას არაჯამრთელი ადამიანები მართავენ. მართლაც ასეა. ხანდახან მგონია ხოლმე რომ აი კომენტარებს რო აკეთებენ მიკროფონებთან, უცბად ცეკვას დაიწყებენ. აი რაღაცა ესეთი შეგრძნება მაქვს. ან გახარებულები კედელს შეასკრებიან თავით. აი ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ აი ესე მოიქცევიან. ახლა ოცნება თეთრი სახელიდან ელოდება წერილს, მაგრამ წერილის ნაცვლად არ გამიკვირდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან პირდაპირ ფორმაასი რომ გამოაგზავნონ ეგრეთ წოდებული ფსიხო, რასაც ქვია. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ რა აზრი ქონდა კობახიძის წერილს, მაინც არ წაიკითხავს ტრამპი, მაგრამ ხო არ დაგავიწყდათ ქართული ოცნების უძლიერესი ლობისტი ამერიკაში, კიმბერლი ლოუ. უცბად გამოჩნდა კიმბერლი ლოუ. ნახოთ კიმბერლის განცხადება. უზრუნველყოფ რომ წერილმა ადმინისტრაციაში შესაბამის პირამდე მიაღწიოს. მაქსიმალურად სწრაფად ვეცდები რომ წერილი ტრამპამდე მივიდესო, ამბობს კიმბერლი ლოუ, იმიტომ რომ მე საქმე აქვს ქვეყანა ჭურჭელი მაქვს სახში დასარეცხიო და ფიზიკურად არ მცალიაო. უხდება ქალს რაღაცნაირად აი ეს ჭურჭელი სახლის საქმეები და ასე შემდეგ. ესე გამოიყურება. კიმბერლი ლოუმ ისე კი უნდა მიუტანოს წერილი ტრამპს, რაც ამ ქალს ზუგდიდში პატივისცეს. წესით კი უნდა შეაღოს წიხლით ოვალური კაბინეტი. ამ ხელა საქმე თუ გაუკეთა კიმბერლი ლოუმ ქოცებს, შემდეგ ჩამოსვლაზე კაცხის სვეტზე და რაბატზე აპირებენ რომ წაიყვანონ. ეგ კი არა შეიძლება იუმორნას ბილეთიც მისცენ ერთი ცალი დასასწრებით. ქართული ოცნება ისე იქცევა და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ მხოლოდ დასავლელი პოლიტიკოსები კი არა, უკვე სხვა სფეროს წარმომადგენლებიც აკეთებენ განცხადებებს. მოდით ნახოთ რა თქვა ჩვენს არალეგიტიმურ მთავრობაზე რობერტ დე ნირომ, არც მეტი, არც ნაკლები, ძვირფასო მეგობრებო. ადამიანებმა, რომლებიც სწორად არ იქცევიან, ეს იციან, მათ ეს უნდა აწუხებდეთ. ეს მოხდა საქართველოშიც, როგორც სხვა ქვეყნებში. არიან ადამიანები, რამდენიმე ტირანია, რომლებიც კონტროლს ამყარებენ დანარჩენებზე. აი რობერტ დე ნიროც რომ ქოცებზე ლაპარაკობს, ესე იგი მართლაც უნდათ არის საქმე ძვირფასო ტელემაყურებლებო. ზოგადად დე ნირო თავშეკავებული კაცია. თუ წყობილებიდან არ გამოვიდა ისე, საერთოდ განცხადებას შეიძლება არ გააკეთოს პოლიტიკურ, თუ აკეთებს განცხადებას, ის აკეთებს მხოლოდ ამერიკის გარშემო განცხადებებს. აი ახლა საქართველოსო რომ განცხადება გააკეთა, ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ზარქუას რამდენიმე განცხადებას მოჰკრა ხური სადღაც. და შეირყა ჭკუიდან ეს ადამიანი. დე ნიროს გაშავებასაც დაიწყებენ მალე, იმედი მალე მიშას პლაკატს დააჭერინებს დე ნიროს ფოტოშოპით ოღონდ და მიაწეროს რადიკალი უსამშობლო ნაც დე ნირო. სადაც ტრამპს ფოტოშოპით ყაველაშვილს ხელი ააწევინეს, ხა დე ნიროს რომ მიშას ფოტო დააჭერინო, რა პრობლემა არის ძვირფასო მეგობრებო. ან სისხლიან ბანერებზე შეიძლება ვიხილოთ ნიკა მელიას გვერდზე რობერტ დე ნირო, რა ვიცი, ბევრნაირი ვერსია. მინდა გაჩვენოთ როგორ მუშაობს ქართული ოცნების პროპაგანდა. რამდენიმე დღის წინ ერთმანეთს შეხვდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და გერმანიის ახალი კანცლერი მერცი, რა თქმა უნდა ეს კიევში ვიდიოდან და კიევიდან ბრუნდებოდნენ. მოდით ნახოთ ვიდეო. მოკლედ რა მოხდა ვიდეოში. მაკრონმა შეამჩნია რომ უღებდნენ და მაგიდასთან აიღო დაკუჭული ხელსახოცი, რომელიც მანამდე იხმარა. პირადი მოხმარებისთვის და რა თქმა უნდა დამალა, იმიტომ რომ კადრისთვის არ იქნებოდა კარგი. მოდით ნახოთ როგორ დაასათაურეს პროპაგანდისტულმა საინფორმაციო გვერდებმა ეს ვიდეო. მაგიდაზე დევს თეთრი ფხვნილის პაკეტი,
Macron ისრაფად იდებს პაკეტს ჯიბეში, მერცი კი მალავს კოვს. პროპაგანდისტებისთვის მაგარი სათაური მაქვს, თვითონ ეს ხო თქვენს, მაგრამ ახალი მაქვს, ასავალ-დასავალი სტილში მაქვს, ძალიან კარგი, შემიძლია უფასოდ გაჩუქოთ. საცოდავ საფრანგეთს სარკოზის შემდეგ ნარკოსი მართავს. ძალიან კარგია. ისე ნეტა მართლა კოკაინი იყო ეხლა ეგა, ერთი გახარიას უნდა ვკითხო, მაგას ეწოდინება. კოცებმა ხო გაუბაზრეს გახარიას რომ განარკამანდა, გაიგეთ ხო და პრემიერ-მინისტრობიდან რომ გადადგა, მერე განარკამანდა. სტრესი ვერ გადალახა და შეჯდა რა. ხო. მაკრონი მერცი, გაიკეთეთ ბიჭო წამალი. იშხაპუნებთ ვენაში. ეს ვენაც ხო ევროპაშია, რა გვირდებით? ვენაც ხო ევროპაშია და აქ ვენაშიც იშხაპუნებენ. ასეთი ევროპა გინდათ? კიევში იმითო წავიდა, რომ იქ ლოკაციაზე დაუტოვებიათ ზახოდი. ხრეშატიკზე თხრიდა პატარა ნიჩმი თურმე მიწას, იქ იყო რა. იმითო დადის სულ პიჯაკებში და გრძელკლავიანებში ეს მაკრონი სულ დამპალი ქონია ვენები რა გავიჩი. მოკლედ მაგარი პროპაგანდისტები ყავთ კოცებს. ტრამპს ყაველაშვილისთვის ხელი დააქნევინეს და მაკრონი მეტადონის რიგში ჩააყენეს. ძირფასო ტელემაყურებლები. აი სწორედ ასეთი პროპაგანდის მსხვერპლები ხდებიან ქართული ოცნების მომხრეები, რომლებსაც დასავლეთზე და ევროპაზე მახინჯი აზრი უყალიბდებათ. საინტერესოდ დაახასიათა ასეთი ადამიანები გუბას სანიკიძე, მოდით ნახოთ ეს საოცარი ვიდეო. ვინ არის კოცი? ეს არის მამაკაცი, რომელიც ცოლის ხარჯზე ცხოვრობს. რომელიც ებძვის მასონებს, deep states, ოღონდ არ იცის რა არის, ან ვინ არის. ჩაგრავს ასევე ქალს, ქალის ცემა მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამავე დროს სასტიკად ეშინია გათხოვების. აი ეს არის სახე კოცები. და ეს დაუმატებდი პერიოდულად მკერდს იმოწმებს, შემთხვევით რძეხვარ უგროვდება. გათხოვებასთან ერთად ასევე ძალიან ეშინიათ მოდუნების, აქვთ გეიფობით გამოწვეული უმძიმესი სტრესი და აქვთ ფხიზელი ძილი. იმიტომ რომ კაცმარიცის ღრმა ძილის დროს რა მოხდება? მოდი გადავიდეთ თემაზე, ქვეყანაში რაღაც ხო მკეთდება. ჩემი საყვარელი მიმართულებაა ძვირფასო მეგობრებო. სხვათა შორის. მოდით ნახოთ, როგორ გაალამაზეს კახეთში გურჯაანის შესასვლელი, აბრა გურჯაანის აბრა გააკეთეს, ხელახლა რეკონსტრუქცია გააკეთეს, ახალი აბრა დაკიდეს, ერთი სიტყვიდან რა დააწერეს. ერთ-ერთი ადამიანის კომენტარია, ეს რაღაც სახრჩობელა რომ წამოჭიმეს, ერთი ა დააკლეს და გურჯაანი დააწერეს. მე რომ დასცინა ხალხმა უბრძანეს გამოასწორეო, რაღაც იზამდა, ჩააკვეხეს ის გამოკლებული ა, ანუ ერთი ა დაამატეს. ანუ გურჯანი დააწერეს თავიდან, ანუ გურჯანი და მე ძვირფასო ტელემაყურებელი ერთია რაღაც უცნაურად ჩააკვეხეს შუგდიდან და გამოვიდა გურჯანი. მე გეტყვით სინამდვილეში როგორ იყო. უნებლი ეს შეცდომა გაეპარათ. იქეთ გააკეთეს საგარეჯოს აბრა, სადაც ეწერა საგარეჯო. და მე მივხვდი რომ 2A საგარეჯოს კი არა გურჯანს სჭირდებოდა და ამიტომ ეს A აქედან მოხსნეს. მაშინვე გამოასწორეს და გურჯანს შაუმატეს იქითა. თავიდანვე იცოდნენ რომ სადღაც 2A იყო საჭირო, რომელიღაც ორ ქალაქში. და ვერ მივხვდნენ საგარეჯო იყო თუ გურჯანი. გურჯანი და გადავინაცვლოთ ჩხოროწყუში, მორიგი ამბავი ციკლიდან რაღაც ხომ მკეთდება. ვნახოთ როგორი გრანდიოზული პროექტი განახორციელდა ჩხოროწყუში. ეს ჩხოროწყუ აქაც ერთ-ერთი ადამიანი წერს, აქ საკურების ხეივანი უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ტყემალი მოისხა. ჩხოროწყუს მერია მიყიდა საკურას ნერგები, თითო 750 ლარად. საბოლოოდ ტყემალი აღმოჩნდა ძვირფასო მეგობრებო. ანუ თითო ნერგში ჩვენი ფული აქვს გადახლის 750 ლარი. ანუ ვითომ საკურები ჩამოიტანეს ჩხოროწყუში და რეალურად ტყემალი აღმოჩნდა. დიდებული სქემა ფულის მოტეხვის. ფაქტიურად ადგილობრივი გამგეობის გაუნათლებელ ხელმძღვანელობაზე აქვს გათვლა. ძალიან არ გაიგონ ეხლა საკურაა თუ მარაკუია. გაუშვეს 5 ლარიანი და ქვია ტყემლის ნერგები. 750 ლარი დამხელა მოგება წარმოიდგინე. 755 ლარი გაქვს მოგება ერთ ნერგში 5 ლარიანში. რაჯობია ახალ კარტოფილზე კაი მწვანე საკურას რომ გადაასხავ ზემოდან. ერთ რამე დღის ჩხოროწყუში ისეთი საკურების ბაღია ერთ გოჭ შეგაჭმევს ადამიანს.
თქვენ გაიხალხო ისე ტყებლის ნაცვლად ალუჩამაის დაგერგოთ ცოტა პირს გაისველებდა ადამიანი თან 200 ლარიღის კილო და რა ვიცი ეს ტყემალი რანაირად შეიძლება ატყობა არ იფიქრეს რომ ეს ტყემალიო გაიზდებოდა მოისხავდა ანუ 1-5 წლის მერე რას მოისხავს კაი ახლა ვისე მახსოვრება ამბავი ექნებოდათ და ანუ ფაქტიურად მიუხვდით მაინც ჩანაფიქს ბოლოს მინდა ერთი საინტერესო კამპანიას გამოვეხმაურო როგორც მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში ფასები პროდუქტებზე ყოველთვიურად კი არა უკვე ყოველდღიურად იზრდება ну ამ თემაზე ასეთი უცნაური აქტივობა მოიგონა ადამიანების ჯგუფმა და მაღაზიების დახლებზე საინტერესო სტიკერები გამოჩნდა მოდით ნახოთ ეს სტიკერები ეს მე გავაძვირე თბილისში სხვადასხვა პროდუქტებზე ივანიშვილის გამოსახულების სტიკერები გამოჩნდა რომელსაც დაწერია ძვირფასო მეგობრებო ეს მე გავაძვირე მე მომაფიქრდა ასევე ერთი საინტერესო კამპანია ბიძინას ფოტო და წარწერა ეს მე მოვიყვანე კარგი წარწერა აი ბიძინას ფოტო და ქვემოთ წარწერა ეს მე მოვიყვანე ამ სტიკერებს მივაკრავდი ძალიან ბევრ ადამიანს ძვირფასო მეგობრებო განსაკუთრებით დღეს რომ ოპოზიციაში არიან და მე მიხსნიან რომ ბიძინა რუსული პროექტია მე მიხსნიან მე ამ ქვეყნის სიამაყეს და დემოკრატიის შუკურას მე მიხსნიან რომ ბიძინა თურმე რუსეთის პროექტია ძალიან მომწონს ძვირფასო მეგობრებო სტიკერების იდეა ოღონდ პროდუქტების გარდა სხვა რამეებზეც უნდა დავაკრავთ მაგალითად ქუჩებში ორმოებზე ეს მე ამოუღრუნტნე ან ღარიბ ადამიანებზე ეს მე გავაღატაკე და საერთოდ მე ვფიქრობ მთლიანად საქართველოსაც უნდა დავაკრავთ ბიძინას გამოსახულებიანი ერთი დიდი სტიკერი წარწერით ეს მე დავაქციე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალ აფორმებთ ბენდი თამუნალეკო იშვილს მადლობთ გადაცემის სპონსორია PSP საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში PSP ჩემი ოჯახის აფთიაქი გადაცემის სპონსორია ბაზარი ქალაქი ქალაქში სივრცე გართობისა და დასვენებისთვის სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა